22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია ავრცელებს. შეზღუდვები შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტს. კერძოდ 22 მარტს ღამის 2 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაქტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე. თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე. პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით. მოძრაობა ასევე იზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. საიდანაც ტრანსპორტ შეეძლება გადაადგილება ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა სრულად იზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალხიდზე, ზარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე, ასევე ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე, ასევე ავლიბ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე. მოძრაობა შეზღუდული იქნება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ამასთან ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა. ქვეითად მოსიარულეები მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლას მხოლოდ მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო უკან ჩამოსვლას გონაშვილის ქუჩის გავლით. ყველა სხვა მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება გალაქტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე, ეგრეთ წოდებული სოკარის სათავო ოფისამდე. ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები. ლაგუნავერედან გადაადგილება შესაძლებელი იქნება გალაქტიონის ხიდზე და ასევე მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით. ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართული იქნება გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით. კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური ისნის მიმართულებით. ორთაჭალიდან გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაქტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით. ამასთან ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.